რეალურად წარმოვიდგინე, ქუთაისი ხო იყო პერსპექტივა ქალაქი საერთოდ. და ყალტუბო სამჯერ კიდევ უფრო პერსპექტივა იყო. და ეხლა სამი რაღაცა მოხდა. ერთი თქვენა განმოხვედა თქვენი ბინები გაქვთ, მეორე სანატორიუმი გამოთავისუფლდა, ეს ნიშნავს, რომ მან შევა ტურისტული განვითარება და ძალიან მაგრად წავა, იმიტომ რომ წელს ქუთაისში გაიხსნება დიდი საერთაშორისო აეროპორტი, ესე უამრავი ტურისტი დაიწყებს ჩამოსვლას და მესამე იმის გამო, რომ ქუთაისის მაგრად დაიწყო განვითარება, აქედან 7-8 წუთი სავალი ქუთაისამდე. და რეალურად თქვენ ხართ მომბული იმასაც და ამასაც. ამიტომ უცებ გაჩნდა პერსპექტივა რა. იმიტომ რომ თავის დროზე ყალტუბოში პირდაპირ ვთქვათ, რომ შემოტენეს ხალხი, იმიტომ რომ სხვა ამას არაფერი არ ქვია, მიაფუჭეს ეს ხალხი და დაივიწყეს. ყალტუბოში. არა, ყალტუბოში კითხებულობდით. ყალტუბოში აქ სულ არის ხო წყარი? არის. ქსელს თლიანად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურზე გადავა. ხო და ეხლა მომაოწიდან თუმცა სულ მომავალ წელს უკვე ყალტუბოში შიდა გზები კეთდება. ტურისტული ესე იგი ეს გახდება მაგარი ადგილი რა, რაც უნდა იყოს. და ამდენი წელი ქონდა ყველაფერი გაყინული. ძალიან გიხარია. დავიწყო დაგი. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო ყველაფრისთვის. მარტო ჩვენ არა. თითქმის ყველა დევნილი ვინც აქ. რამდენი ოჯახი გამოვიდა რამაზე? ყველგან სადაც გადადის, გადაყვას იქ არის სადაც სამუშაო ადგილები. გადაყვას ფოჩი სადაც არის, ეხლა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. გადაყვას ბათუმში სადაც უამრავი მოთხოვნაა ხალხზე. და ყალტუბოში ჩნდება ძალიან ბევრი ადგილი, იმიტომ რომ ემევა ქუთაისს ყველაფერს. როცა ზუგდიდში და როცა ესე იგი და აუცილებლად ლაზიკის სპორტის განვითარებასთან ერთად იქაც უნდა იყოს ხალხი, იმიტომ რომ სადაც არის სამუშაო, იქ უნდა მივაბათ ეს ყველაფერი რა. არა უბრალოდ სადღაც რომ კი ოთახებში ახ მივცეთ ახლა სახლები და პრობლემა მოხსნია. პრობლემა არ არის მოხსნილი. პრობლემა შემდეგი ეტაპია დასაქმება. პარალელურად. და ყალტუბო ფაქტობრივად ამოიწურება წლის ბოლოს დამთავრდა თემა, რასაც ქვია ექსპერიმენტებში, ეს მადაღებული თემა ყალტუბოში ექსპერიმენტებში მაცხოვრებელი დონე. ფაქტობრივად. ბათუმშიც გადავიდა ხო? კაი ხარისხისა მგონი. იმასთან შედარებით რომ შედარებით არა, ზოგადად კაი ხარისხისა, კაი ფაინანსი ვარ. საძინებელი, სამზარეულო, საპირფარეშო და პრობლემა ცხოვრობ როგორც ყველა ნორმალური ოჯახი. ჩვენ რომ ეს პროგრამა არ დაგვეწყო, თავარია რომ ესენი უკვე გაიზრდებიან უკეთ პირობებში. ეს არის ხა თავარი. იმიტომ რომ მოდი. აი ხა ყველა საშინება იქნება, შეგვიძლია? დატო. აი დატო რომ გაზრდილიყო ესეთი პირობებში. ამას უკვე საერთოდ ემახსოვრება არის უბედურება გაჭირვება საშინება. საერთოდ მოხსოვდა საცხოვრო და მამოდესად დაიბადა. ეგე? მოგწონს აქაურო? ამათაც მიიღეს ახლა თითქოს მარტივი რაღაცა, მაგრამ ნუ ყალტუბოში კიდე შეიძლება ისე თვალშისაცემი არ არის, თუმცა აქაც აღორძინების ნაწილია, მაგრამ შედიხარ რაღაც რაიონში, სადაც კანალიზაცია კი არა, უბრალოდ მართლა ჩეჩმები დგას ყველგან. ცხელი წყალი არასდროს არ ვიშანახე, უცებ იდგება საავადმყოფო, სადაც არის ცხელი წყალი, გათბობის და ვენტილაციის სუპერ თანამედროვე სისტემა, ვარსკვლავი სასტუმროს ოთახები, საერთოდ ყველაფერს. ყალტუბო ეხა სინამდვილეში ყალტუბოს აღორძინებას ვიწყებთ წელს და ჩვენი ფუნქცია იყო ეს დაგვეწყოთ თქვენი საკითხით. და თქვენი საკითხის გარეშე აფერი გადაწყდებოდა. დაიწყოთ ჯერ დევნილებით, წელს გზები ყველგან, წყლების მოწესრიგება და უბრალოდ აბანოების სისტემის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, წყალსადენისგან გამოცვლა კანალიზაციის, დაგვიტოვეს კომუნიკაცია, წყალტუბო დაარქვეს, ხო წყალი არ იყო. ესე იგი, შემდეგ და სანატორიუმის გამოთავისუფლებას ერთად ხალხის დასაქმება. იმიტომ რომ ორი ერთი თქვენ რომ სანატორიუმში იყო. შახტიორში. ой, საშინელება რომ რამდენჯერმე ნაყოფია, ხა რაღაცა მართლა კატასტროფა. ხო და მაგრამ შახტიორისგან დადგება ძალიან მაგარი სასტუმრო. რა მაგარი ხა თქვენ რო გამოგდით და სხვა შორის პარლამენტარებისთვის შენდება კორპუსი კიდე. ვინც იქ იქნება რაც ეს ასე გააცოცხლებს რაღაცებს კორპუსი სასტუმრო ოთახები მათთვის აი ზახოთ ასეთივე ტიპის და პარლამენტი აქ ნაშუც სავალში. პლუს კიდევ თქვი როგორც გზების მოწესრიგება დღეს სპორტის სასახლეში ხდება რაღაცა და წყალტუბო უნდა გახდეს ის რაც არის რა ხა გვირგვინით ქართული ტურისტული ადგილების ხო ეს და პარკებს ვიწყებთ წელს ამ რაღაცას რომ და ეს ხალხი ადგილი რომ რაღაცა დადგეს ხო საავადმყოფოში უკვე ყო ბატონო საავადმყოფოში უკვე დაგიწყიათ კი აქ რა ვიცი ძალიან ბედნიერები ვართ ძალიან კარგია და რა ვიცი კმაყოფილი ვართ ყველაფერნაირად რასაც ქვია იცი რა მე ვარ ყველაზე ბედნიერი იმიტომ რომ მე მართლა ვიყავი 3 წლის წინ იქ იმ თითქმის 4 წლის პროფესორად იმ
შახტიორში და ნუ ძალიან დათქმული წამოდი ეგეთი მძიმე ემოცია იშვიათ გქონია სადმე ცხოვრებაში და მაშინ ну ჩემი თავს დავპირდი რომ ეს ხალხი აქედან უნდა გავიყვანოთ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავბრუნოთ აფხაზეთში და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ დავბრუნოთ აი როგორც თქვენ გიყურებთ ისე დარწმუნებული მაგრამ ეს უნდა დაგვრჩეს ეს ხონდა დაგარაკა აფხაზეთის ხალხი ეს ადგილებში დადიოდა ხოლმე ყოველს დასვენებად სხვას მოშორდებოდა ცოტა იქით გავიდოდა გარეთ და მე ორ მხრივად პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით გადაანჩენი ну ეს ჩემ მათ შორის ჩემ თავისად მიცემული დაპირება დღეს შევასრულეთ ეს კაი